მაინც მინდა გითხოთ, ისე არ გაგიშვათ, ყველაზე მეტად რომელი ბრენდის მანქანები არის მოთხოვნადი ჩინეთიდან, რა შეგვიძლია რომ თქვა? ზოგადად BYD ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და მართლაც გამომდგარი ბრენდია, უკვე დროში გამოცდილი, ეს არ არის მხოლოდ ის სიტყვები, დროში გამოცდილია. Ну, რაც შეიძლება და არსებობის მანძილზე რომ გამოცდილიყო, გამოცდილია და საკმაოდ პოპულარულია. Ну, ზეკრი, ჯილი, საკმაოდ კარგი მანქანებია. თუმცა აქვე დავამატებ რა, არ არის აქ საუბარი მხოლოდ ჩინურ ბრენდებზე. ჩვენ ჩინეთიდან შემოგვყავს და პრაქტიკაშიც ქონია ძალიან ბევრი, ალბათ 50% შეიძლება ითქვას, არის ევროპული, ამერიკული, იაპონური წარმოების მანქანები. მათ შორის ქარხნები იქ არის. Volvo, Mercedes, Audi, ანუ არ ჩათვალოს მომხმარებელმა, რომ ჩინეთიდან მხოლოდ შესაძლებელია ჩინური ბრენდის, ხო, მარტო ჩინური ბრენდის ჩამოყვანა. და აქვე დავძენ ჩვენ ხა ორიენტერი და მაინც და ის დღევანდელი საუბრის თემა იყო განსაკუთრებულად გუაზი, ხო? თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მარტო გუაზთან 4 ლიცენზირებულ კომპანიასთან გვაქვს, რომლებიც პირდაპირ ქარხნიდან იღებენ ახალ ავტომობილებს და პირველი, ასე ვთქვათ, პირველი ხელი, ვინც არის, მათგან ვყიდულობთ ახალ ავტომობილებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ლიცენზირებულ კომპანიასთან რომ გააფორმო ოფიციალური შეთანხმება, უნდა გქონდეს საკმაოდ დიდი ნდობა. ჩვენი კომპანია ვიტყოდი, რომ იმით გამოირჩევა არა მხოლოდ ადგილზე ნდობის ხარისხით, არამედ ჩვენ უკვე გავედით საერთაშორისო ბაზარზე, სადაც საკმაოდ დიდი ნდობაა დამერწმუნდებით, იმიტომ რომ გვაქვს გუაზის ოფიციალური პარტნიორობა, მანამდე პირველი ქონდა ავტოვინის ოფიციალური პარტნიორები ვიყავით და ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო გლობალურად მსოფლიო დონეზე უკვე აღიარებულია ჩვენი კომპანია, როგორც სუპერსონის საერთაშორისო თავარი არის ნდობა.